უბრალო თამაში და დამოკიდებულება, ეს სხვადასხვა რამეა. გასაგებია. ანუ ყველა მოთამაშე ავტომატურად დამოკიდებული არ ხდება. კარგი. მაგრამ მაშინ როგორ მიხვდეთ, სად გადის ზღვარი? აი, რა ნიშნებზე საუბრობს წყარო, რითი ვლინდება დამოკიდებულება? წყარო რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს ასახელებს. ერთი არის მაგალითად წაგებულის უკან დაბრუნების. აი, ის დაუძლეველი სურვილი. სულ რომ ფიქრობ, აი კიდევ ერთხელ ვცდი და მოვიგებ. გათამაშების სურვილი, ხო? დია, ზუსტად. მეორე, თამაშის მოთხოვნილება. როცა ადამიანი ცუდ ხასიათზეა, დეპრესიულად გრძნობს თავს, ანუ თითქოს თამაში შვებას მოგვრის, პრობლემებს დაგავიწყებს. ანუ როგორც გაქცევის მექანიზმი. კი, ერთგვარი გაქცევა. კიდევ არის მაგალითად მზარდი თანხებით თამაშის საჭიროება, რომ ისევ იგივე მღელვარება იგრძნო. ტოლერანტობის განვითარებასავით. დიახ, მსგავსია. ასევე, როცა გინდა რომ შეწყვიტო ან შეამცირო, მაგრამ უბრალოდ არ გამოგდის. და ბოლოს, აი, მოუსვენრობა, გაღიზიანება, როცა ცდილობ რომ თავი შეიკავო, ან ვინმე გიშლის ხელს თამაში. გასაგებია, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული ნიშნებია. და როგორც მივხვდი, დიაგნოზისთვის ამ კრიტერიუმებიდან რამდენიმე მაინც უნდა იყოს, ხომ? დიახ, ფორმალური დიაგნოზისთვის, როგორც წესი, 4 ან მეტი ნიშანია საჭირო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ ვლინდება. აქ მნიშვნელოვანია ისიც ვთქვათ, რომ ეს არ არის უბრალოდ ნებისყოფის სისუსტე. წყაროც აღნიშნავს ამას. და ის მითი, რომ არსებობს რაღაც დამოკიდებულობისადმი მიდრეკილი პიროვნება. ანუ ნებისმიერ შეიძლება დაემართოს. დიახ, რეალურად ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა, რა თქმა უნდა, არის ფაქტორები, რომლებიც რისკს ზრდის. მაგალითად, მაგალითად, წყარო ახსენებს იმპულსების კონტროლის პრობლემებს. ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, აღმასართაველი დისფუნქცია. ანუ, როცა გიჭირს დაგეგმვა, თვითკონტროლი, ან მაგალითად ADHD, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. გასაგებია. ასევე რისკ ფაქტორად ითვლება სტრესი ან სხვა ფსიქიკური პრობლემები, თქვათ დეპრესიის, შფოთვის ისტორია. და ყველაზე რთული ალბათ ისაა, რომ ეს ხშირად შეუმჩნეველია, არა? აი, ალკოჰოლს ან ნარკოტიკს ხშირად ეტყობა ადამიანს გარეგნულად, ამას კი არა. ზუსტად. ამიტომაც ეძახიან ხშირად უხილავ დამოკიდებულებას. თავად ადამიანი რა შეიძლება ამჩნევდეს? აი, თქვენ რო უსმენთ თუ გაქვთ ეს პრობლემა, რაზე უნდა დაფიქრდეთ? თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ სულ გემბლინგზე ფიქრობთ. ანუ ეს ფიქრები გამუდმებით გიტრიალებს თავში. გრძნობთ არა უბრალოდ სურვილს, არამედ აი საჭიროებას, რომ ითამაშოთ. თითქოს იძულებული ხარ. დიახ, მერტგვარი იძულება. და კიდევ ხარჯავთ იმაზე მეტ ფულს ან დროს, ვიდრე თავიდან აპირებდით. აი შეხვალ ნახევარი საათი და დარჩები რამდენიმე საათი. ან დახარჯავ ბევრად მეც. და გარშემომყოფები, ოჯახი, მეგობრები რას ხედავენ? ალბათ მათთვის ძალიან ძნელია ამის შემჩნევა, სანამ რამე სერიოზული არ მოხდება. კი, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ასეა. შეიძლება ვერაფერს ამჩნევდნენ დიდი ხნის განმავლობაში. ნიშნები, რასაც შეიძლება ყურადღება მიაქციონ, არის ვთქვათ, განწყობის უეცარი ცვლილებები. ხან ეიფორიაშია, ხან ძალიან გაღიზიანებული ან დათრგუნული. საიდუმლოება არ ამბობს სად დადის, რაში ხარჯავს ფულს, ან ზედმეტად იცავს თავის ტელეფონს. მალავს რაღაცას. დიახ. და ხშირად, როცა ოჯახი ბოლოს და ბოლოს იგებს თუ რა მასშტაბის პრობლემაა, ეს მათთვის უდიდესი შოკი და ტრავმაა. და შედეგები ხომ მხოლოდ ფინანსური არ არის. წყარო სხვა სერიოზულ პრობლემებზეც საუბრობს. არა, რა თქმა უნდა, ფინანსური კოლაფსი ხშირად მხოლოდ აისბერგის წვერია. ამას შეიძლება მოჰყვეს პრობლემები სამსახურში, სამსახურის დაკარგვაც კი, ზოგჯერ უკიდურეს შემთხვევაში ადამიანი იწყებს ფულის შოვნას არაკანონიერი გზებით. ქურდობა, თაღლითობა, ეს უკვე იურიდიულ პრობლემებს იწვევს. ურთიერთობები ინგრევა ალბათ. კი, ურთიერთობები ინგრევა, ოჯახები იშლება, ძალიან მძიმე შედეგები აქვს სოციალურადაც. და კიდევ ერთი ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა იყო წყაროში ნახსენები. სუიციდთან კავშირზე. დიახ, და ეს ალბათ ყველაზე ტრაგიკული ნაწილია. წყაროს მიხედვით პრობლემური გემბლინგის მქონე ადამიანების წარმოიდგინეთ 40-დან 60%-მდე აღიარებს, რომ სუიციდური აზრები ქონია. 50-დან 60%-მდე? ძალიან მაღალია. წარმოუდგენლად მაღალი და არის ვარაუდი, რომ ყოველი მეხუთე სუიციდის მცდელობა გარკვეულწილად მაინც დაკავშირებულია გემბლინგით გამოწვეულ ზიანთან.
ეს საგანგაშო რიცხვებია ნამდვილად. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რა სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ამ ფონზე რა არის გამოსავალი? რა შეიძლება გაკეთდეს? იმედი თუ არის? იმედი რა თქმა უნდა არის. მთავარი, რასაც წყარო ამბობს და რასაც ყველა ექსპერტი აღნიშნავს, არის დახმარების ძიების აუცილებლობა. ეს არ არის რაღაც, რასაც მარტო უნდა ებრძოლო. არსებობს სპეციალური სერვისები, კონსულტაციები, მკურნალობის მეთოდები, რომლებიც ეფექტურია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და კარგად შესწავლილი არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, ანუ CBT. შეგიძლიათ ცოტა მეტი გითხრათ, როგორ მუშაობს CBT ამ შემთხვევაში? რა ხდება თერაპიაზე? კი ბატონო, CBT, მოკლედ რომ თქვათ, ეხმარება ადამიანს, რომ ჯერ გააცნობიეროს, რა არის მისი თამაშის გამომწვევი მიზეზები. ანუ ტრიგერები. ეს შეიძლება იყოს გარემო, ემოცია, კონკრეტული სიტუაცია. ანუ რა იწვევს თამაშის სურვილს? დიახ. მე სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს ამ დაუძლებელ სურვილს, ლტოლვას, როცა ის წამოვა. ასევე მუშაობა მიდის იმ ცდარ რწმენებზე, რომლებიც ამ თამაშს, ასე ვთქვათ, ამართლებს და აძლიერებს. მაგალითად, აი ზუსტად ვიცი ახლა გამიმართლებს, ან წაგებულს აუცილებლად ამოვიღებ. ხო, ირაციონალურ ფიქრებზე მუშაობა. ზუსტად. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, CBT ეხმარება ადამიანს, რომ ისწავლოს სტრესთან, ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების უფრო ჯანსაღი კონსტრუქციული გზები, თამაშის ნაცვლად. მაგრამ პირველი და ყველაზე მთავარი ნაბიჯი მაინც არის იმის აღიარება, რომ პრობლემა გაქვს და დახმარება გჭირდება. ეს არის ყველაზე რთული, მაგრამ აუცილებელი. გასაგებია. მოდით, შევაჯამოთ, რისი წაღება შეგვიძლია დღევანდელი საუბრიდან. აზარტული თამაშები შეიძლება ძალიან გავრცელებული იყოს. აი, ავსტრალიის მაგალითზე ვნახეთ, მოსახლეობის ნახევარი თამაშობს. მაგრამ პრობლემული გემბლინგი ეს არის კონკრეტული დიაგნოსტირებადი აშლილობა. მას აქვს ძალიან სერიოზული, ხშირად ფარული, უხილავი შედეგები, რომელიც ანგრევს არამხოლოდ ფინანსებს, არამედ ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს, ჯანმრთელობას, ურთიერთობებს, სამსახურს. დიახ, და სწორედ ეს უხილავობა ხდის მას განსაკუთრებით საშიშს და მზაკრულს, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რა მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ამ თემაზე და ასევე ხელმისაწვდომი და ეფექტური დახმარების სისტემების არსებობა, სიფხილზეა საჭირო, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. და ბოლოს, მოდით დავსვათ ერთი კითხვა თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის, დასაფიქრებლად. აი, იმის გათვალისწინებით, რომ აზარტული თამაშები, როგორც ვნახეთ, ზოგ კულტურაში, მაგალითად ავსტრალიაში, ასე ღრმად არის ინტეგრირებული, ყოველდღიურობის ნაწილია თითქმის და ამავდროულად დამოკიდებულების ნიშნები ასეთი შეუმჩნეველია, ძნელი ამოცნობია. როგორ ფიქრობთ, ხომ არ უშლის ხელს თავად საზოგადოების ეს შემგუებლური, ზოგჯერ ნორმალიზებული დამოკიდებულება გემბლინგის მიმართ, პრობლემის ადრეულ ეტაპზე ამოცნობას და დროულ ეფექტურ რეაგირებას?